პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს, რომლითაც 4 ოქტომბრის საქმეზე დღეს გამოცხადებულ განაჩენს ეხმიანება და დაკავებულებს მხარდაჭერას უცხადებს. ხოშტარია ზაქრო ალბუთაშვილს, რომელმაც მისი სოლიდარობის ნიშნად ციხეში შიმშილობა დაიწყო, მოუწოდებს პროტესტის ამ ფორმაზე უარი თქვას. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ახლა არა შიმშილობის, არამედ გაძლიერების დროა. პირველ რიგში სრული მხარდაჭერა და თანადგომა 4 ოქტომბრის სრულიად უნამუსო და უკანონო საქმეზე მისჯილებს. ბატონ გოგი ჩახუნაშვილს, რომელსაც დიდი ამაგი აქვს ჩემს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებულ სიყვარულს ვუგზავნი. უკიდურესად შეწუხებული ვარ ზაქრო ალბუთაშვილის მდგომარეობით. ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას და ძალიან გთხოვთ, დასუსტების, შიმშილობის ნაცვლად პირიქით ვიმკურნალოთ, გავძლიერდეთ და ისე ვიბრძოლოთ. დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს, სამოქალაქო აქტივისტს, პოლიტიკოსსა და მოქალაქეს მხარდაჭერისთვის. ყველას მინდა მოგმართოთ თხოვნით. ყველამ დავივიწყოთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი. ეს აძლევს ბერკეტს ბიძინა ივანიშვილს ჩვენზე მოახდინოს გავლენა და შანტაჟი. მე დასახსნელი არა ვარ. ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია. მე ვიქნები თავისუფალი ყველა პატიმართან ერთად. ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ არც ერთ ვითარებაში ბიძინაზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ. თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად. აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას. ამაზე არ იდარდოთ. კონცენტრირდეთ მთავარზე, რეჟიმის ჩამოშლაზე. ხვალ ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, 20 ივნისი, როდესაც რუსებმა ნათლად დაინახეს ქართველი ხალხის მრისხანება, ჩვენი შეურაცხყოფის შედეგად. დაზარალდნენ ადამიანები და მათ შორის მათთვისაც გრძელდება ბრძოლა. კიდევ ერთხელ ჩემი მხარდაჭერა რეჟიმის ყველა ტყვეს და მადლობა სოლიდარობისთვის. ელენე ხოშტარიას მხარდასაჭერად დღეს რუსთავის ციხესთან აქცია გაიმართა. ქალი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა საპატიმროში გაუარესდა და მას სათანადო სამედიცინო მომსახურება სჭირდება. ქალი პოლიტიკოსების ერთობლივი განცხადება დია მეტრეველმა წაიკითხა. დღეს ქალი პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ვერთიანდებით, რათა გამოვეხმაუროთ ჩვენი თანამებრძოლის 4 შვილის დედის უკანონოდ დაპატიმრებული ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. ელენე უკვე 10 თვეა იმყოფება პოლიტიკურ პატიმრობაში და ამავდროულად მას არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მშვიდობიანი პროტესტისა და აზრის გამოხატვისთვის ელენე ხოშტარიასთვის 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას სცილდება ნებისმიერ სამართლებრივ ჩარჩოს. ამის გარდა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მას არ უტარდება მისი ქრონიკული დაავადებებისთვის გადაუდებელი საჭირო და სპეციალური სამედიცინო პროტოკოლებით გათვალისწინებული პროცედურები, რითაც მის ჯანმრთელობას შეუქცევადი ზიანი ადგება. აღსანიშნავია, რომ თავისუფლებაზე ყოფნის დროს ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური და სწორედ საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანის შემდგომ მისი მდგომარეობა დამძიმდა, რაც სწორედ პენიტენციურ სამსახურს აკისრებს სრულ პასუხისგებლობას. ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის კაფიო გამოხატულებას წარმოადგენს და არღვევს კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს. თავისუფლება ელენე ხოშტარიას, თავისუფლება სინდისის პატიმრებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ელენე ხოშტარია ციხეში აბსურდული მიზეზით ზის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კი სრული პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებასა და პენიტენციურ სამსახურს ეკისრება. მიუხედავად იმისა, რომ ელენე ხოშტარია, რომელიც რუსულმა რეჟიმმა ფლომასტრით წარწერის გაკეთებისთვის წელიწადით და 6 თვით ციხეში გამოამწყდია, თავად არასოდეს საუბრობს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუ დაუყოვნებლივ ელენეს არ ჩაუტარდა დიაგნოსტიკური კვლევები და მას არ დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა, ელენე შესაძლოა ამ ციხიდან თავის 4 შვილთან დასაბრუნებლად ეტლით გამოვიდეს. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდე ყველას, შემოუერთდით ყოველკვირეულ შაბათის მარშს, რომელიც ამჯერად ემთხვევა გავრილოვის ღამის 7 წელს, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი სწორედ ელენე იყო. გამოდით ელენესთვის, გამოდით ყველა პოლიტპატიმრის თავისუფლებისთვის. გარდა იმისა, რომ ის აბსურდული ბრალის ფლომასტრით გაკეთებული ბანერზე წარწერის გამო დღეს სრულიად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ ზის აღნიშნულ ციხეში, ის ასევე რეჟიმმა დააქვემდებარა არაადამიანურ მოპყრობას, ვინაიდან მას არ მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ მოხდეს ელენესთვის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარება და
მოხდეს მისი დაუყოვნებლივი განთავისუფლება. ეს შედეგი აუცილებლად დადგება და ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ სანამ ეს არ მოხდება. თემასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა კახა კალაძემ. ელენე ხოშტარია ციხეში სწორედ კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამოზის. ელენე ხოშტარიას მინდა ჯანმრთელობა უსურვო, მალე გამოჯანმრთელება და რა ვიცი, დარწმუნებული ვარ, შესაბამის პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს, ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს შესაბამისად მოწოდების სიმაღლეს. ელენე ხოშტარიას გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 17 ივნის გახდა ცნობილი. მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ პოლიტიკოს მოძრაობის გაძნელება და სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, რის გამოც გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება. თუთბერიძემ განმარტა, რომ თურქი ექიმების შეფასებით სათანადო მკურნალობის გარეშე შესაძლოა ოპოზიციონერი ლიდერის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს. პენიტენციურ სამსახურში კი ამტკიცებენ, რომ ხოშტარია რუსთავის მეხუთე ქალთა დაწესებულებაში ყველა შესაბამისი პირობით არის უზრუნველყოფილი და სამედიცინო სერვისით შეუფერხებლად სარგებლობს. პენიტენციურში აცხადებენ, რომ მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას ქრონიკული დაავადებები იწვევს. კალაძის საარჩევნო ბანერზე სტუდენტ მეგიდია სამიძის სოლიდარობის ნიშნად წარწერის გაკეთების გამო ელენე ხოშტარიას მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 25 მარტს მიუსაჯა.